რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს, ანდრიკ კვარაცხელიას, რომელსაც დღეს სასამართლომ მიუსაჯა უკანონო პატიმრობა 4 წლით და 6 თვით. ჩვენი პარტია კოალიცია ცვლილებებისთვის საქართველოს ყველა დეპუტატის სახელით, საკრებულოს დეპუტატის ყველა სახელით ვადასტურებთ, რომ ჩვენ ის მიზანი, რაც მისწევადია ამ აქციებზე, კონკრეტულად 230 დღეზე მეტია მიმდინარეობს უცვლელი საპროტესტო აქციები, ვართ ამ მიზნების ერთგული და ვადასტურებთ ამას. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ვარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება რუსული სპეცოპერაციის სახით. ჩვენ საკრებულოს დეპუტატებმა ყველაზე კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეალურ თვითმმართველობას და რეალურ დეცენტრალიზაციას. თუმცა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი კავშირი არ გააჩნია არც რეალურ თვითმმართველობასთან და არც რეალურ დეცენტრალიზაციასთან. ეს გახლავთ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ქართული ოცნების ხელით ტარდება საქართველოში. ჩვენ დღეს ქართულ ხალხთან ერთად ვებრძვით პრორუსულ ძალას, ანტიქართულ ძალას, ანტიევროპულ ძალას, რომლის მთავარი მიზანის და ამოცანაა შებღალოს ამ ქვეყნის ისტორიული და სწორი არჩევანი გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ საკრებულოს დეპუტატებმა სუსტად ვიცით, რომ რეალური თვითმმართველობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ევროპული დემოკრატიის ფარგლებში. თუმცა დღეს საქართველოში თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს. ეს არის ფეოდალებზე დამყარებული ძალა, რომელიც თვითმმართველობას იყენებენ საკუთარი პირადი ინტერესებისთვის. რეჟიმის დასამარცხებლად მიგვაჩნია, რომ უპირველესი გზა არის რეჟიმთან ართანამშრომლობა. რეჟიმის დასამარცხებლად უმთავრესია რეჟიმის სრული იზოლაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ კოალიცია ცვლილებებისთვის საკრებულოს დეპუტატები არ ვაღიარებთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, ვაღიარებთ მხოლოდ ახალ თავისუფალ რიგარეშე არჩევნებს.